საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლისა და წმინდა მოწამე სალომე ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ანგელოზის დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე მარკოიშვილების, კანდელაკების, სიმსივეებისა და ინდაშვილების გვარები დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყველა სამგელონო, ბემთავარნო, პატიოსანო, მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ილიაობას. დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თესბიტელის ხსენება. დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის ჭავჭავაზის ხსენება. და ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებოდით და ვილოცავდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს. და აი ეს სამი დიდი მოღვაწე, რომლებიც მე ჩამორთვალე, მოღვაწეობდნენ სრულიად სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა დროს, მაგრამ მათ აერთიანებდა მთავარი რამ. ისინი იყვნენ წინამძღოლები და სულიერი წინამძღოლები თავიანთი ერების, ხალხების და დიდი მოშურნეობით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წინ აღუდგნენ სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან მებრძოლ ძალებს და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ღირებულებების გადარჩენის საქმეში. დღევანდელი დღე კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის, ვინაიდან დღეს აღინიშნება თხოთის მთაზე მომხდარი სასწაული, რომელიც შეემთხვა მირიან მეფეს, წმინდა მოციქულთა სწორ მეფე მირიანს. და როგორც გახსოვთ თქვენ, სწორედ აი ამ სასწაულმა განაპირობა მისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამ სასწაულის შემდეგ გადაწყვიტა მან გაქრისტიანება და შემდეგ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. აი ამ დიდი მოვლენის 1700 წელს აღნიშნავთ ჩვენ წელს, ამ წელიწადს და ამდენად აი ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის ყველასთვის. ბევრი რამის თქმა გვინდა დღეს მის უწმინდესობაზე და უნეტარესობაზე, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე. აი ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ამას აღნიშნავდით დიდი მადლიერებით, სიყვარულით. მაგრამ მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება მის იმ თვისებებზე, განსაკუთრებულ თვისებებზე, მისი ცხოვრებიდან, მისი ღვაწლიდან, რომლებიც საოცრად ეხმიანება დღეს წაკითხულ სახარებას. დღეს თქვენ მოისმინეთ ეპიზოდი ზღვაზე სლვის სასწაულის შესახებ. აი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით და 2 თევზით დააპურა 5000 კაცი თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა, როგორც სახარება აზუსტებს. შემდეგ ეს ხალხი გაუშვა, გაითხოვა და მოციქულებს უბრძანა, რომ გენისარეთის ზღვა გადაეცურათ მის გარეშე და გენისარეთში მისულიყვნენ. ის კი დარჩა განმარტოვებით სალოცავად. და აი შუა ღამეს ატყდა საშინელი ქარიშხალი, მოციქულები იყვნენ ამ ზღვაში, ნავში, რომელიც ძალიან ირყეოდა ტალღებისგან, იმიტომ რომ როგორც ამბობს მათე მახარობელი, პირქარი უბერავდა
და უესრად ისინი ხედავენ, რომ უფალი იესო ქრისტე მათთან მოდის ზღვაზე სლვით და ძალიან შეეშინდათ. იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავენ. მაგრამ უფალმა უთხრა, ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით. და პეტრემ უთხრა, რომ თუ ეს შენ ხარ უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და შენსკენ წამოვიდე. მოდი, უთხრა უფალო. პეტრეც გადავიდა ნავიდან, დაიწყო სიარული, მაგრამ რომ დაინახა ეს ქარიშხალი, ეს საშინელი ხმაური, რომელიც თან ახლდა ამ ქარიშხალს, შეეშინდა და დაიწყო ჩაძირვა. და წამოიძახა შიშისგან, მიხსენ მე უფალო, შემეწინე. უფალმაც უთხრა, რომ რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნე? გაუწოდა ხელი, მოჰკიდა მას ხელი, ნავზე აიყვანა, ქარიშხალიც ჩაცხრა და ისინი მაცხოვართან ერთად გავიდნენ გაღმა და მივიდნენ ქალაქ გენისარეჯში. აი ესეთი სახარება იყო წაკითხული, რომელიც საოცრად გვაგონებს ჩვენ ალბათ უნებლიეთ ჩვენ ცხოვრებას, რომელიც სავსეა აი ამ ცხოვრებისეული ქარიშხლებით, რომლებიც ეკვეთებიან ჩვენს რწმენას, ჩვენს სინდის, ჩვენი გულის საუკეთესო მისწრაფებებს და ლამობენ, რომ ჩვენი პატარა ნავი ჩაძირონ. და აი ჩვენ ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ხსნა არ საიდან არის. მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ ყველანაირ ქარიშხალში, ყველანაირ ღელვაში გაისმის უფალი იესო ქრისტეს აი ეს მანუგეშებელი სანუკვარი სიტყვები, ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით. და აი თუ ჩვენ გავიგონებთ ამ სიტყვებს, თუ ჩვენ პეტრეს მსგავსად გავემართებით უფლისკენ, გვექნება მისწრაფება მისკენ, ის აუცილებლად ჩაკვიდებს ჩვენ ხელს, შემოვა ჩვენს ნავში და ჩვენ უკვე გავხდებით მისი თანამგზავრები. ეს ქარიშხალის ჩაცხრება აუცილებლად და ის მიგვიყვანს ჩვენ მშვიდობიან ნაპირთან. მისი რწმენა, მისი მადლი და ძალა მიგვიყვანს ჩვენ იმ მიზანთან, რისთვისაც ცხოვრობთ, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი და დანიშნულნი. ოღონდაც რა უნდა გქონდეს ჩვენ ძვირფასო ძმებოდადებო, ოღონდაც არ გვიმტყუნოს აი ამ სულიერმა სმენამ, რომ ყოველთვის გვესმოდეს მისი ეს სიტყვები, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით, ნუ გეშინიათ. და აი როდესაც ჩვენ ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ მას საოცრად გამოარჩევდა ეს თვისება, მას არასდროს უმტყუნა აი ამ სულიერმა სმენამ და ყოველთვის ესმოდა მას უფლის ეს სანუკვარი სიტყვები, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით და ნუ გეშინიათ. და ის იღწოდა მთელი სიცოცხლე, არა მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გაეგონა ეს სიტყვები, არამედ რომ მთელ ერს, მთელ ქართველ ხალხს გაეგონა ეს სიტყვები, უფლის ეს სიტყვები და მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობის პერიოდში, ვერც ერთმა ამ ქარიშხალმა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია და ესე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და მიყავდა მასთან ერთად მთელი ერი და მართავდა აი ამ ეკლესიის ხომალს ასეთი ურყევი რწმენით და შემართებით და ჩვენ დაგვიტოვა ჩვენ ყველას მის სულიერ შვილებს გამართული, გაძლიერებული და გამრავლებული ეკლესია. და რა თქმა უნდა ამ ყველაფრისთვის ჩვენ მადლობთ მას დიდად, მთელი ქართველი ერი
მას მადლობს და პასუხობს დიდი სიყვარულით, დაფასებით და ერთგულებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოჩნდა მისი გარდაცვალების და დასაფლავების დღეებში. აი დღეს ჩვენ შეკრებილდი ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ღვაწლი, მისი პიროვნება, ჩვენი საყვარელი დიდი მეუფე და მამაი ჩვენი ილია და გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და სიყვარული მის მიმართ. ღმერთმა დალოცოს მისი სული და სასუფეველსაც ათასა დაამკვიდროს, განუსვენოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დღესასწაულს წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ლოცვით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: მარკოიშვილებს, კანდელაკებს, სიმსივეებს და ინდაშვილებს. ღმერთმა გახაროთ, გაგაძლიეროთ და გამრავლოთ. ამინ. ტაძარში